პროექტის შესახებ გსურს რომ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. ეს არის რადიო ჰოლდინგ ფორტუნას უმნიშვნელოვანესი დაჯილდოების ცერემონია, რომლის შესახებაც ახლა დეტალურად გაგესაუბრებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, რადიო ჰოლდინგი 4 რადიო სადგურს აერთიანებს: ფორტუნა, ფორტუნა პლუსი, ავტორადიო და არ დაიდარდო. მეორედ იმართება წლის სიმღერის დაჯილდოვება ოქროს ტალღა. ინტერესი ძალიან დიდია და ეს ყველაზე მეტად გვახარებს, იმიტომ რომ ჰოლდინგმა სპეციალურად წლის სიმღერის გამარჯვებულისთვის დააწესა ფულადი ჯილდო 5,000 ლარი. დანარჩენ გამარჯვებულებს კი უნიჭიერესი ირაკლი წულაძის ჯილდოები გადაეცემათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ და წარმოგიდგინოთ ჩვენი რადიოს მენეჯერები, რადიო ფორტუნას მენეჯერი ნატო ხარაშვილი, რადიო არ დაიდარდოს მენეჯერი გიორგი მშვენიერაძე, ავტორადიოს მენეჯერი ალექსი ლომიძე და ფორტუნა პლუსის ყველაზე ახალგაზრდული რადიო სადგურის მენეჯერი რეზო კაკულია. ჩვენი წინაწლის გამარჯვებული უსაყვარლესი ადამიანები ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, რომლებმაც სწორედ 5,000 ლარიანი ჯილდო მიიღეს. ნუ რაში გამოიყენეს, ამას თვითონ დეტალურად გაგესაუბრებათ და გეტყვით. პირველ რიგში გსურს რომ შევუწყოთ ხელი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მუსიკოსების აღმოჩენას და უკვე ცნობილი კომპოზიტორების და სწორედ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების სტიმულირებისთვის კეთდება ეს პროექტი. ეს არის სრულიად უსპონსოროდ გაკეთებული, მხოლოდ და მხოლოდ ჰოლდინგ ფორტუნას ფინანსებით განხორციელებული პროექტი, რომელშიც ბუნებრივია ძალიან დიდი რესურსი იხარჯება და ეს ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, თუმცა მანამდე უფრო დეტალურად პროექტის შესახებ ფორტუნას მენეჯერი ნატო ხარაშვილი ისაუბრებს და გაგვაცნობს იმ ნომინაციებს, რომელში გამარჯვებულებსაც დავასახელებთ უკვე სამომავლოდ ივნისის დასაწყისში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. ეხლა გავიგე. დავიწყო მზად ხართ? კი ბატონო, მოგესალმებით მეც ყველას. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ოქროს ტალღის ფარგლებში მაქსიმალურად ვცადეთ, რომ ჩვენი ნომინაციები, რომელიც გვექნება წელს, ყოფილიყო მიახლოებული მსოფლიო დაჯილდოების ცერემონიის პრაქტიკასთან. შესაბამისად, ახალი არაფერია, ჩვენ გვაქვს სტანდარტული ნომინაციები, რომელიც უნდა გქონდეს დაჯილდოების ცერემონიას. ეს არის წლის სიმღერა, მთავარი და კულმინაცია, რომლის გამარჯვებულსაც გადაეცემა ფულადი პრიზი რადიო ჰოლდინგ ფორტუნასგან. ეს არის წლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი, წლის საუკეთესო შემსრულებელი ქალბატონი, წლის დუეტი, წლის ანსამბლი, წლის ჯგუფი, ასევე აღმოჩენა, წლის ჰიპ-ჰოპ სიმღერა, წლის ქალაქური სიმღერა, პოპ სიმღერა და როკ სიმღერა. ანუ წელს განსხვავებით წინა წლისგან ჩვენ ჟანრების მიხედვითაც გამოვარჩიეთ შემსრულებლები. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 4 რადიო სადგური გვაქვს, შესაბამისად ჩვენ ვიტოვებთ ასევე უფლებას, რომ რადიო სადგურებმა დავასახელოთ ჩვენი ფავორიტებიც ოქროს ტალღის ფარგლებში. გარდა იმისა, რომ ეს თავისთავად საინტერესოა ყველა იმ შემსრულებლისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ჯგუფისთვის, ანსამბლისთვის, დუეტისთვის, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი სიმღერა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვინც 2014 წლის ფარგლებში და ახლა უკვე 2015-ში ეს ვერ გააკეთა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამით წავახალისებთ, მეც სტიმულს მივცემთ ამ ადამიანებს და კიდევ უფრო მეტი და მეტი სიმღერა შემოვა და ის რომ თქვათ შოუ-ბიზნესი ამ შემთხვევაში პასიურობს, ამას აღარავინ არ იტყვის. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთად რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთან ერთად. რაც შეეხება ხალხს, მე აქვე მინდა ვთქვა, რომ აქ არ არის ცალსახად მხოლოდ ჟიური, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხალხსაც მივცეთ საშუალება გააკეთოს თავისი არჩევანი საიტზე goldenwave.g. ამ დროისთვის ყველა ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და აფიქსიროს საკუთარი აზრი ფავორიტთან დაკავშირებით და ჩვენ ცალკე გვექნება ნომინაცია, ეს არის ინტერნეტ რჩეული და მასაც დაჯილდოების ცერემონიის დღეს გამოვავლენთ სხვა ნომინანტებთან ერთად. დიახ, 11 ივნისს. ნატალია ხარაშვილი, რადიო ფორტუნას მუსიკალური რედაქტორი და თათა სადრაძე, რადიო ჰოლდინგ ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მოდი. გადმოჭდეს ხო ბუნებრივი? უფს. ჩვენ უკვე წლის სიმღერა, ხო? ევროვიზიის დუეტის ხო? ხო. 13 წლის და წლის დუეტი. ნომინაციაში გამარჯვებული. ორგზის გამარჯვებული. ანუ როგორც დუეტში აიღეს ჯილდო და როგორც წლის სიმღერა. მე ვფიქრობ, რომ ეს თვითონ ეს კონკურსი, ასე ვთქვათ, არის ჩვენთვის მომღერლებისთვის ძალიან წამახალისებელი, იმიტომ რომ
სამწუხაროდ მოკლებული ვართ ასეთ რამეებს, იმიტომ რომ იშვიათად ხდება ასეთი რაღაცეები და თვითონ მომღერლებისთვის ეს არის სტიმული იმისთვის, რომ ჩავწეროთ ახალი სიმღერები, უფრო მეტად ვიმუშაოთ და გვაძლევს საშუალებას ოქროს ტალღარა უფრო მეტად დავიტვირთოთ და 2013 წელს მე და ნოდიკო ტატიშვილმა ავიღეთ წლის დუეტი და წლის სიმღერა. და მახსოვს ეს იყო ჩვენ მქონდა ძალიან დაწვრთული გრაფიკი მივფრინავდით სხვადასხვა ქვეყნებში და თვითონ ეს ჯილდო რასაც თქვა 5000 ლარი ძალიან გამოგვადგა ამაში ჩვენ შემოქმედებაში ისევ დაგვეხმარა და მე მინდა წარმატება ვუსურვო ოქროს ტალღას და აი ხშირად გააკეთეთ ასეთი რაღაცები იმიტომ რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის კითხვები თავსვათ კითხვა. ნომინაცია არის სულ და ჟიური რამდენს გამოვლენს ის ნომინაცია რომელსაც ამორჩევს ხალხი. 18 ნომინაციაში გამოვლინდება გამარჯვებული, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად ნომინაციებს, ჟიური წყვეტს წლის მომღერალ ქალს, წლის მომღერალ მამაკაც, წლის დუეტს, წლის ჯგუფს, წლის ანსამბლს, წლის ჰიპ-ჰოპ სიმღერას, როკ სიმღერას, ქალაქურ სიმღერას, ასევე დებიუტს, წლის სიმღერას ბუნებრივია, ხოლო ინტერნეტ რჩევს ინტერნეტით მეშვეობით ხალხი გამოავლენს, ხოლო რაც შეეხება Music Box-ის რჩევს ჩვენი მეგობარი ტელეკომპანიის თავად Music Box-ის მენეჯერი გამოავლენს, სულ ეს არის პრინციპში. და რა თქმა უნდა, რადიოები თავიანთ რჩეულებს გამოავლენენ ამის უფლებას იტოვებს 4-ვე რადიოსადგური, იმიტომ რომ ყოველთვის პულსზე უდევთ ხელი. თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო იწერება ამ სოფლიოს მასშტაბით გამოდის, ბუნებრივია, შემდეგ პრემიერდება ჩვენს რადიოსადგურებში. აქედან გამომდინარე, აქვთ იმის უფლება, რომ სწორედ ესეთი ამბიცია ჰქონდეთ და გამოავლენონ თავისი რჩეულები. ძალიან შეკითხვა უკაცრავად სიმღერების შერჩევის პრინციპი როგორი იყო? ანუ 4 რადიოსადგურის როტაციაში რა სიმღერები იყო, მე როგორც მოხდი გასული წლის განმავლობაში. 2014 წლის განმავლობაში შემოსული ყველა სიმღერა, ეს იქნებოდა ქართულენოვანი თუ არაქართულენოვანი, ოღონდ თავარია რომ აქ საუბარია ქართულ შემსრულებლებზე, რომლებმაც საქართველოში ჩაწერეს, ან სხვა ქვეყანაში ჩაწერეს, მაგრამ მოგვაწოდეს სიმღერა 2014 წლის მანძილზე. გამომდინარე იქიდან რომ თქვა ფორმატულად გვაქვს განსხვავებული რადიოები, ყველა ეს სიმღერა გადანაწილდა ფორმატების მიხედვით და თქვა ჰიპ-ჰოპი მოხდა ფორტუნა პლუსზე, ქალაქური სიმღერა დაიდარდოზე, პოპი მოხდა ფორტუნაზე და ასე შემდეგ. და სწორედ ამის მიხედვით საერთო ჯამში შედგა სია ამ შემსრულებლების ჯგუფების დუეტების და ჩვენ უკვე გვაქვს ერთგვარი მონაცემი თუ რა იყო აქტუალური სმენადი, მოთხოვნადი და საერთოდ რა შეიქმნა 2014-ში. ასე თუ ვიტყვით, უფრო სწორი იქნება და შემდეგ უკვე ეს ადამიანები ბუნებრივია გადანაწილდნენ კონკრეტული ნომინაციების მიხედვით. ქალები მოხდნენ საუკეთესო ქალ პრეტენდენტთა შორის, კაცები კაცებში, დუეტები დუეტის ნომინაციაში და ასე შემდეგ. ნებისმიერი ნომინაციის გამარჯვებული სიმღერა არის 2014 წლის. 2014 დიახ, იმიტომ რომ 2015 ჯერ არ დასრულებულა და თქვა შემაჯამებელს ამ ხრივ ვერ გაკეთებდით. 2013 უკვე დავაჯილდოვეთ. ნოდიკოც რო შემოვიერთეთ. ხო, შემოგვიერთდა. ჟიურის წეროს ვერ ვიტყვით. ანუ დახურულია ხო? მოგზავნით, მოდი. მოდი კალთაშვილს. აიცადე მივიწევი ჯობია და იყოს დავისვათ მე და სოფო ერთად. ესეთი წანწყლა გამხდარი ბიჭი. ხო. ამდენი გამხდარია. მოდი დაჭიქი. მოგესალმებით. გამხდარი ხარ ისეთი რომ ჩაეტევი ყველგან. ხდარია. მოდი. გამოწიებ წესი რა. ნოდიკო მეცორის ეტყვით ოქროს მოგიყევი. ამდენად საინტერესო. 2013 წლის ოქროს ტალღის და მაშინ მახსოვს ძალიან ისეთი გადარგენები ჰქონდათ აეროპორტშიც კი შეხვდით, როდესაც ჩამოვიდით სპეციალურად დაჯილდოებას. ხო, წინა ოქროს ტალღის დროს მე და სოფოს ჰქონდა ევროპული ტური, კონცერტები ჰქონდა პარიზში, ლუქსემბურგში, დიუსელდორფში, ბერლინში და მახსოვს რომ აი ამ დაჯილდოებისთვის ჩამოვფრინდით ლუქსემბურგის კონცერტის შემდეგ იმ ღამესვე გამოვფრინდით, ჩამოვედით, ავიღეთ მთავარი პრემია და იმ ღამესვე, ხო, პრემიები და იმ ღამესვე გავფრინდით უკან როგორ მღერა დიუსელდორფში, ხო და უფრო სწორად პარიზში, ხო და მე ვთვლი ზოგადად, რომ ეს არის იდეალური პროექტი მომღერლებისთვის და მუსიკოსებისთვის, ვინც აქტიურად ვდგავართ სცენაზე და მუშაობთ, იმიტომ რომ ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა წახალისებაა და რამხელა ძალას გვაძლევს იმისთვის, რომ ჩავწეროთ უფრო კარგი სიმღერები, უფრო კარგი ნამუშევრები მივიტანოთ რადიოებში, რომ შემდეგ ავიღოთ პრემია.
ეხლა მე და სოფოს მოგესალმებათ, რომ ბევრი საერთაშორისო კონკურსი გაქვს მოგებული და ძალიან გიყვარს გამარჯვება და ეხლა ამ ოქროს ტალღაზე ცველოდებით, რომ სხვადასხვა ნომინაციებში ავიღებ პრემიას, ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი გვაქვს. ხო და ამიტომ მინდა რადიო ფორტუნას და ზოგადად ყველა რადიოს, ავტორადიოს არ დაიდარდოს და ფორტუნაბლუს გადავხადოთ დიდი მადლობა ესეთი დაჯილდოებისთვის. ესენი აკეთებენ ამ დაჯილდოების ორგანიზებას და გულწრფელად როგორც მომღერალს მიხარია და მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი ხარში დგომა, თქვენს გვერდით ყოფნა და მივესალმები იმას, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ შოუ ბიზნეს დღეს განსაკუთრებულად ჭირდება და განსაკუთრებულად ახალისებთ ჩვენს შემოგვედების ცხოვრებას. მადლობა. სენტიმენტალური გამოსვლით. თან ის არის აღსანიშნავი, რომ ჟიური ყავს ამ კონკურსს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ნომინაცია არის ლაიკებიდან გამომდინარე, ვისაც უფრო მეტი ლაიკი ექნება. არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, ხო, ინტერნეტში გულისხმობ, მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ ჟიურიში არიან ძალიან კომპეტენტური შარშანდელი ჟიურის წევრები იცის, წლევანდელები არ იცის. წლევანდელები არ იცის, მაგრამ შარშანდელი ვიცი, ხო. კონკურსის მერე მითხრეს, რომ ის იყო გია ყანჩელი, ჩამოთვალეს კულტურის მინისტრი, კომპოზიტორები და ის თაობა, რომლებსაც დიდი ეპოქები შექმნეს ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში და ამიტომ მე მგონია რომ ძალიან ღირებულია რასაც აკეთებ და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენგან. გია ყანჩელი კულტურის სამინისტრომ დააჯილდოვა შარშანდელ დაჯილდოვებაზე. ასევე წლის კულტურული მნიშვნელოვანი კულტურაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ნიკოლას რაჭველი. ერთ-ერთი ნომინაცია გვიწერია აქ თქვენ პრეს-რელიზში გიწერიათ ესეც რომ მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნიკოლას რაჭველს შარშანწელს. ვინ იქნება ამ სტატუსის მფლობელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ივნისის დასაწყისში ამასაც მოგეყვებით. ირიქით დიდი მადლობა. დაგვიანებულები. მე შეიძლება ბავშვები გადავიდე.